good. 18 დეკემბერს ევროპარლამენტის ხდომათა დარბაზში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა. Europe cannot afford to let that country. ევროპელი პოლიტიკოსები პრეზიდენტს საქართველოს დროშებითა და ოვაციებით შეხვდნენ. ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს საქართველოში არსებულ მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაზე და პროევროპული პროტესტის მხარდასაჭერი ნაბიჯების საჭიროებაზე ესაუბრა. ამავე დღეს ევროპარლამენტმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პრეზიდენტის ფოტოზე მალევე 1000-ობით მხარდამჭერი კომენტარი და 10,000-ობით რეაქცია გაჩნდა. ამის პარალელურად Facebook ჯგუფში ანტიმაიდანი, რომელიც შეიქმნა მიმდინარე საპროტესტო აქციების საპირწონედ, დღის განმავლობაში ზუსტად 7 ჯერ მოუწოდეს ჯგუფის წევრებს, რომ გადასულიყვნენ ამ პოსტზე და დაეწერათ ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კომენტარები. ზურაბიშვილის გაშავებას პროსახელისუფლებო მედიები დიდი ხანია ცდილობენ, თუმცა მისი ევროპარლამენტში გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტის დისკრედიტაციის კამპანია განსაკუთრებით გააქტიურდა. დამასში ოლიგარქის გუნდის მხარდასაჭერად შექმნილი Facebook ჯგუფებიც ჩაერთნენ. სოციალურ ქსელში შექმნილ ანტიმაიდნის ჯგუფში ლეგიტიმური პრეზიდენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა პირებმა ჯგუფის წევრებს დღის განმავლობაში პოსტების სახით რამდენჯერმე მოუწოდეს, რომ ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე პრეზიდენტის საწინააღმდეგო კომენტარები დაეტოვებინათ. ერთი და იგივე ადამიანები რამდენჯერმე ტოვებდნენ ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კომენტარს, ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე შინაარსის კომენტარს წერდა სხვადასხვა ადამიანი, რაც აჩენდა იმის ეჭვს, რომ სწორედ ამ ადამიანმა მიუთითა, რომ სწორედ ეს კომენტარი გამოექვეყნებინა და ასევე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ყალბი ანგარიში, რომელიც სანდოობის შექმნის მიზნით ბლოგერის ფოტოს იპარავდა, მოუწოდებდა ჯგუფის წევრებს, რომ გამოეყენათ კონკრეტული ტექსტი. ეს ტექსტი იყო დაწერილი ინგლისურ ენაზე და მასში ნათქვამი იყო ისიც, რომ ევროპარლამენტის კრიტიკული განცხადებების შემდეგ საქართველოში ხალხმა უკვე ნდობა დაკარგა ევროკავშირის მიმართ. სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის გასაუფასურებლად სამთავრობო მედია წერდა იმასაც, რომ თითქოს პრეზიდენტს ევროპარლამენტში ჩაწერილი ტაშით დახვდნენ, რაც ცხადია სიმართლეს არ შეესაბამება. მითების დეტექტორმა გადაამოწმა, რომ ტაში იყო რეალური და არანაირი ჩაწერილი ტაშის ჩანაწერი არ გაუშვიათ. და ეს დაგვიდასტურა ევროპარლამენტმა მითების დეტექტორს. დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართულია ყალბი და ანონიმური ანგარიშები, რომელთა მიზანიც კონკრეტული პირის ირგვლივ ყალბი ან მანიპულაციური შინაარსის მასალის გავრცელება. გავრცელდა ფრაგმენტი ფილმიდან ჭიროებლის მორჯულება, თუმცა ამ შემთხვევაში ელიასა და ლიზას თავებში ჩასმული იყო სალომე ზურაბიშვილისა და ირაკლი კობახიძის თავები და ეს თითქოს ასახავდა იმას, რომ კობახიძე ზურაბიშვილს აძლევს ჩემოდანს და ისტუმრებს, ასე ვთქვათ, სასახლიდან. სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას აქტიურად ცდილობს კრემლიც. რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში პრეზიდენტის საწინააღმდეგო შინაარსის მასალები ევროპარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლამდეც აქტიურად ვრცელდებოდა. კამპანია მიზნად ზურაბიშვილთან ერთად პროევროპული საპროტესტო აქციების დისკრედიტაციას და დასავლეთის მტრად წარმოჩენას ისახავს მიზნად. პრეზიდენტი, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები დიდი ხანია რუსეთის დეзинფორმაციული კამპანიის სამიზნეს წარმოადგენენ. ეს შეინიშნებოდა 26 ოქტომბრის არჩევნებამდეც, როდესაც სცენარი, რომელსაც ისინი სახავდნენ, ძალიან გავდა იმას, რაც ვრცელდება ბოლო პერიოდში, რომ თითქოს დასავლეთის მიზანი საქართველოში დესტაბილიზაცია იყო, ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლების შეცვლა, ეგრეთ წოდებული გადატრიალება, მაიდანი, ეს არ არის ახალი ტერმინი, რომელსაც ისინი იყენებენ საქართველოს კონტექსტში. ამიტომ ეს თანხwebdra ხელისუფლებასა და რუსულ აქტორებს შორის კიდევ ერთხელ
ნათელყოფს თუ რამდენად ემთხვევა ზოგადი ნარატივები ხელისუფლებისა და რუსეთის მიერ მომდინარე. კრემლის აქტორებისა და რუსული მედიის პროპაგანდა უკვე დიდი ხანია ერთ-ერთი ემთხვევა ქართული ოცნების წევრების განცხადებებს. იდენტურია გზავნილები სალომე ზურაბიშვილთან და მიმდინარე პროევროპულ აქციებთან დაკავშირებითაც. ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ისევე როგორც კრემლი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მიმდინარე აქციები დასავლეთის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ბოლო პერიოდში რაც დრო გადის, მით უფრო კაფიო ხდება ეს თანხwebdriver, რომელიც შეიძლება ღიადაც იყოს გაჟღერებული კრემლის მიერაც და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერაც, ან შეიძლება მათი სატელიტების მიერ იყოს გავრცელებული. ხო, მაგალითად, ხალხის ზალა გარკვეულ ეტაპზე გამოიყენებოდა იმისათვის, რომ მას გაევრცელებინა ის გზავნილები, რის ღიად გავრცელებასაც ხელისუფლება ერიდებოდა. მაგრამ ხო, უკვე ხედავთ, რომ ეს აღარერიდება, შეიძლება ჯერ არსებობს მაინც ისეთი გზავნილი, რომელსაც ხელისუფლება ღიად ვერ ამბობს, მაგრამ ამ ტრაექტორით დადგება ალბათ ის დრო, როდესაც უკვე აღარ მოერიდებიან არც ერთი გზავნილის ღიად გაჟღერებას. ოლიგარქის გუნდის პოლიტიკური ნაბიჯების გამო ქვეყანა დასავლური ინსტიტუტებისგან სრულად დისტანცირდა. პარალელურად უკვე ერთი თვეა მთელი საქართველოს მასშტაბით უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოთხოვნა ახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.